შემდეგ თვეში 28 თებერვალს გვაქვს UFC მეხიკოს კარდი, რომლის მთავარი ბრძოლაც იყო ასუ ალმაბაევი ბრენდონ მორენოს წინააღმდეგ. თუმცა ტრამვის გამო ასუ ალმაბაევი ჩაეხსნა ამ ორთაბრძოლას. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და UFC უკვე ცდილობდა რომ ეპოვა ვინმე, ვინც ჩაანაცვლებდა ასუს. იყო რაღაც ვარიანტები, მოჰამედ მოკაევი ცდილობდა, უნდოდა რომ ჩამჯდარიყო, ასევე ჩარლზ ჯონსონს უნდოდა მორენოსთან ჩხუბი. კიდე იყვნენ სხვა მებრძოლები, ვინც გამოთქვეს short notice-ზე ჩხუბის სურვილი, თუმცა ძალიან გასაკვირი რაღაცა მოხდა. ყველასგან მოულოდნელად UFC-მ არც მეტი და არც ნაკლები ლონერ კავანა ჩასვა ბრენდონ მორენოსთან. ეს ძალიან დიდი ნახტომი მგონია რა და ესეთი ფუშინგი კარგად არ მთავრდება ხოლმე. მით უმეტეს 14 მარტს ზუსტად ორ კვირაში კავანას უკვე ჩანიშნული ქონდა ბრძოლა ბრუნო სილვასთან, იქიდან ამოაგდეს და ჩაუსვეს ბრენდონ მორენოს. ხო და გადაობა ისაა რომ 14 მარტს ბრუნო სილვასთან ჩარლზ ჯონსონი ჩასვეს. არ ვიცი, ძალიან უცნაური სვლა UFC-სგან, ამ ხელა გადახტომა რანკინგებში იშვიათად ხდება ხოლმე. აშკარად ძალიან მოსწონთ ეს ბიჭი, თუმცა რამდენად კარგია ეს კავანასთვის, არ ვიცი. ისაც გახსოვთ, ილიას ერთ-ერთ ინტერვიუში დაუსვეს კითხვა flyweight-ზე საერთოდ და ვინმეს თუ გამოარჩევდიო და ილიამ ლონერ კავანა დაასახელა და თქვა კიდევაც რომ მომავალი ჩემპიონია ამ წონაში. ხო და მართლა ძალიან კაი მებრძოლია, თუმცა ძალიან ახალგაზრდა ამ სპორტისთვის და ძალიან გამოუცდელია ჯერ წინა ჩხუბშიც დამტკიცდა ეს, იმიტომ რომ იგებდა ჩარლზ ჯონსონთან იმ ჩხუბს, პირველი რაუნდი მოუგო, მეორესაც იგებდა და შეცდომაზე დაიჭირა ჩარლზ ჯონსონმა და მგონია რომ ბრენდონ მორენო ბევრად გამოცდილია და ძალიან გაუჭირდება კავანას.